ახლა კი დღის სხვა თემების ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პირველი ლედი და ჯანდაცვის მინისტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა აქტიური სიბერე ჯანსაღი ცხოვრება სიცოცხლე სახანგრძლივებს იყო. შეხვედრაზე დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც ქართველ ხანდაზმულებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში დაეხმარება. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა და 73 წელს მიაღწია. ამის მინდა ხაზგასმით ხაზი გაუსვა, ეს არის მოხუცებული ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სწორედ ამიტომ არის რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან ყველას პენსიონერი საქართველოში იქნება სახელმწიფოს მიერ დაზღვეული და ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ჩვენი მორალური ვალდებულება. აქედან გამომდინარე სახელმწიფო ამ პროგრამას მუდმივად გააგრძელებს. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საიდუმლო არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომ ნაკლებად უნდა მოიციოს ადამიანმა, ნაკლებად ჯარბიც უნდა, რა თქმა უნდა, არის კავშირში კვებასთან, ასევე უნდა ცადოს, რომ ძალიან ბევრი ალკოჰოლი არ დალიოს და ასევე აქტიური ცხოვრება არის მნიშვნელოვანი, რომ ხანგრძლივი ცხოვრება და ჯანსაღი ცხოვრება გქონდეთ. არ ვერიდებოდი არასდროს მუშაობას, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ადამიანმა უნდა ყოველთვის დაიცვას თავისი, როგორ გითხრათ, პრინციპი, თუ შეიძლება ასე, რა უნდა გაკეთდეს და როდის უნდა გაკეთდეს.